რა გვახსოვს აგვისტოს ომთან დაკავშირებით ამ ხრივ ტექნოლოგიები მაშინ ჯერ ასეთი განვითარებული ბუნებრივი არ იყო, ხო? დღევანდელი ომები სულ სხვანაირად არის ასახული და სმარტფონების ეპოქაში სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია გვჭება, მეტი კადრი და მაშინ სულ რამდენიმე ტელევიზია, რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი და კიდევ ერთი კინორეჟისორი იღებდა ამ ყველაფერს ნინო კირთაძე, რომელსაც ჩემი აზრით ძალიან ისეთი უნიკალური მასალა შემოგვინახა ამ კუთხით. მან გადაიღო აგვისტოს ომი, შეიძლება ვთქვათ, როგორი იყო მაშინ არა უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება, არამედ როგორები იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები, მათ შორის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და ეს კადრები ამ ხრივ ნამდვილად უნიკალურია და ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ჩვენ აი ქალბატონ ნინო გვერდება. ქალბატონ ნინო, სანამ აგვისტოს ომზე გადავალთ, მე აუცილებლად მინდა ვისაუბროთ ერთ ადამიანზე, ელდარ შენგელაიაზე, რომელიც დღეს დაკრძალეს დიდუბის პანთეონში და თქვენ როგორც კინორეჟისორს მინდა გთხოვოთ ელდარ შენგელაიას გახსენება, ასევე ელდარ შენგელაიას მიერ დატოვებული კინოების შეფასება, რა ადგილი უკავია მათ ამ ფილმებს ქართული საზოგადოებისათვის და თქვენთვის პერსონალურად. გამარჯობა, მადლობა დაპატიჟებისთვის. ელდარ შენგელაია მე მგონი ძალიან დიდი დანაკარგია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ მსოფლიო კინოსთვისაც. ისიც რაც დრო გადის, მით უფრო აი როგორ გითხრათ, ფილმი რომ ამ ფილმმა რომ დიდხანს გაუწოს, ეს მაინც ძალიან იშვიათი და რთული ამბავია და არ ბერდება მისი ფილმები. არ ბერდება და ამ ადამიანმა მოახერხა რაღაცნაირი ისეთი ნაზავი ტკბილის, მწარის, სევდიანის, მხიარულის გაეკეთებინა და მოეთხრო ის, რაც არის თქვათ ქართული და კიდევ არა ქართული და ალბათ მსოფლიო და მე მგონი ჩვენმა კინემატოგრაფმა და მსოფლიო ხელოვნებამ პირადად ელდარ შენგელაია, მისი ოჯახი, მისი შვილიშვილები, უდიდესად ძვირფასი ადამიანები არიან და რაც შეეხება მის შემოქმედებას, მე შემიძლია გითხრათ, რომ აი ალბათ ყველა ჩემი ასაკის კინორეჟისორი, ვინც დღეს რამეს ვაკეთებ, ძირი გვიდგას აი მაგ ქართულ კინოში. აი იქ, სადაც არის ლაპარაკი ადამიანზე, სადაც არის ლაპარაკი ოცნებებზე, ხა შერეკილებს უყურებინებდი ამასთანავე ჩემს შვილიშვილებს და ну გენიალური ფილმია რა. აი რაღაცა არის მის შემოქმედებაში ისეთი, რაც უიშვიათესია სოფლიო კინემატოგრაფის დონეზე და მე მგონია, რომ ჩვენ ამ დანაკარგს სულ უფრო და უფრო ვიგრძნობთ, სიმართლე რომ გითხრათ. მე მინდა ძალიან დიდი გულის ტკივილი, დიდი სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს პირველ რიგში, მის ახლობლებს, ჩემს კოლეგებს და მთელ საქართველოს. მე ძალიან დიდი ადამიანი წავიდა დღეს და ამ ქვეყნიდან. და მართლა მგონია, რომ ელდარის ფილმები სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, ქართულ გენში და ქართული მომავლის განუყრელი ნაწილიც იქნება. ნამდვილად ასეა. ქალბატონ ნინო, აი რომ აგვისტოს ომზე ვლაპარაკობდით, ჩვენ დღეს ვიხსენებთ 17 წელი გავიდა აგვისტოს ომის დაწყებიდან. თქვენ 2007 წლიდან იღებდით ფილმს და რეალურად ისე გამოვიდა, რომ აი სწორედ აგვისტოს ომი გახდა ცენტრალური ნაწილი ალბათ, ხო, ამ ფილმისა. რომ გაიხსენოთ მათ შორის ეს თქვენ მარტო იღებდით ამ ყველაფერს 10 აგვისტოდან სექტემბრის პირველ რიცხვებამდე, ანუ პრაქტიკულად აი ყველაზე მძიმე დღეებს, ყველაზე რთულ დღეებს, როცა ოკუპაციამ ძალიან ღრმად შემოაბიჯა, ხო? და ბევრი ადგილი ჰქონდათ მაშინ რუსებს დაკავებული. რო გაიხსენოთ გადაღების პროცესი, რაც თქვენ თვალით ნახეთ მათ შორის და თქვენ ბევრი რამ ნახეთ ისეთ რაღაცები, რაც სხვებს არ გვინახავს, ხო? ნახეთ აი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ადამიანები როგორები იყვნენ ამ მომენტში. აი რომ გაიხსენოთ ის, რაც გადაიღეთ. იცით რა, ეს იყო ისეთი შოკი, მე მართალია დავიწყე ეს ამ ფილმის მზადება, როდესაც 7 ნოემბრის ამბები მოხდა და მაინტერესებდა ეს როგორ გაგრძელდება. და ახლა ომს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმამდე როცა დურაკოვას ვიღებდი, იქ უკვე გასაგები იყო მათ ლაპარაკში, იმიტომ რომ იქაც გარკვეული ტიპის პირველი პირებთან მქონდა ურთიერთობა, რომ რამე თუ როცა დასჭირდებათ აფხაზეთი და ოსეთი შეიძლება უპრობლემო დაინთოს როგორც კონფლიქტი და საქართველოს ძალიან ძიმე სიტუაცია შეექმნას. და როდესაც აგვისტოს ომი დაიწყო,
ნუ როგორ გითხრათ, პირველ რიგში გამახსენდა ჩეჩნეთი, იმიტომ რომ ყველა ის ადამიანები თავის დროზე ახალგაზრდა რო ვიყავი ამ ჩეჩნეთის ომში მახსოვს, აი ეს ომის ჟურნალისტები, ეგრევე ჩამოქმნიდნენ და ყველა იქ გაჩნდა და მე ვცდილობდი გამეკეთებინა ფილმი ქვეყანაზე, თუ ესე იგავის გზით წავალთ, რა ხდება ქვეყანაში სხვადასხვა დონეზე, იმ ხალხთან, ვინც თავრობა იქნება ესა, სამხედროები იქნება, ჩვეულებრივი ხალხი იქნება თუ სხვადასხვა დელეგაციები, რომლებიც ჩამოდიან ქვეყანაში, რომ რაღაც გულის ტკივილი გამოთქვან თუ როგორც იყო, რა ხდება აი ამ სხვადასხვა ფენაში და რა ხდება ასევე იმ ადგილას, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს კერძოდ სასაზღვრო სოფლებში და მინდა გითხრათ, რომ როგორც ქართველისთვის, ჩემთვის ეს იყო სრულიად დამზაფრავი მომენტი, როდესაც იქ გორთან ნახოთ, რომ ეს ჩეკპოინტები დააყენეს, იქ სამხედროები, ავტომატები, გორი, ეს ყველაფერი და ძალიან ინტერესო იყო, რომ რამოდენიმე რუსი, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდა ვინა ვარ, ასე ვერ მიხვდები ქართველი ვარ თუ რა ვარ, შემხვდა რამოდენიმე კაცი, რომელიც თქვათ ჩეჩნეთის ომშიც მონაწილეობდა. და მე ყველაზე მწარედ მახსოვს ის გამოცდილება, როდესაც პირველად ხდებოდა ჩემს აი ამ თუ შეიძლება ამას უწოდოთ კინემატოგრაფიულ გამოცდილებაში, რომ ვერ შევძელი გადამეღო ის, რასაც ვხედავდი, იმიტომ რომ ხალხს ეშინოდა. აი იმ სასაზღვრო სოფლებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ ეს რო გავიდეს და როცა გავა, მე რა რო 1 წლის მერე გავა, მომძებნიან და ან შვილს მომტაცებენ, ან მომიტაცებენ, ან სახლს დამიწვავენ და აი ეს უსასოობის განცდა, რაც მაშინ არსებობდა, თქვათ აი ამ სასაზღვრო სოფლებში, რა ვიცი, რატომღაც დავითიანი მახსენდებოდა, რომ გოგოებს მალავთო ღამე რო ბნელდებაო და მინდა გითხრათ, რომ აი ეს რასაც მე თქვენ ახლა გიყვებით, ეს არ ხდება 13 აგვისტომდე, როცა ვითომ ხელი მოაწერეს მშვიდობას, იმიტომ რომ არანაირი მშვიდობა იქ არ ყოფილა და მინდა გითხრათ, რომ მე იყო ბევრი ლაპარაკი ამ ტალიავინის შეფასებაზე, 13 აგვისტოს მერე მოხდა, რაც მოხდა, იმიტომ რომ აი ეს მოხუცები, ვინც დარჩნენ, თავიანთ კარმიდამოს უვლიდნენ, არის ეს ქართველებშიც და არა ქართველებში, სადაც ეს სახლი ბევრს ნიშნავს რა. დაუწვიათ, მოხუცი ქალი ჩაუგდიათ ცეცხლში, იყო იქ ქალი, რომელიც გაუპატიურეს და მისი ქმარი ისე სცემეს, რომ ეს არც არის ფილმში და ამას რაღაც მომენტში ახლა რეჟისორსაც ყველაფერს რაღაცა ლიმიტი არსებობს, რაც შეიძლება რომ აჩვენო, თქვათ, ხო, ამ ადამიანური უბედურებისა. და ეს იყო აი საშინელი გამოცდილება ჩემთვის, აი სრული უსასოობის განცდა და ეს გაუთავებელი გემახსოვრებათ, როცა მშვიდობას მოეწერა ხელი და რუსის ჯარი არ გადიოდა, იყო მთელი ეს ფილოლოგიური ექსკურსია. Atvod i vivod vaiskov, ესე იგი გაყვანა თუ გამოყვანა, არ ვიცი როგორ რა აზრდებდნენ თვითონ ამაში, რომ არაფრით არ დათმეს ეს პოზიციები და რასაკვირველია ის, რაც იყო იმ ხელშეკრულებაში ჩაწერილი, რომ პირვანდელ პოზიციებს უნდა დაუბრუნდეთ, ეს არ მომხდარა და არც ის დამკვირვებლები, რომლებიც სექტემბერში ჩამოვიდნენ, ვერავითარნაირად ვერ შეაღწიეს, ვთქვათ, ვერც სამხრეთ ოსეთში და ვერც აფხაზეთში. ამდენად ჩემთვის ეს იყო და რასაკვირველია, ხა პირველი პირებისთვისაც ასევე მოულოდნელი იყო, ხა პირველი პირი რო ხარ, ცხადია საგარეოთ რო გამოდიხარ, გინდა რომ შეინარჩუნო რაღაცა სიწყნარე, მაგრამ არავითარი სიწყნარე არ იყო იქა და არავინ არ იცოდა ნამდვილად ხვალ რა მოხდებოდა, იმიტომ რომ იყო მომენტი, როდესაც მე ძალიან კარგად მახსოვს ეს ტანკები წამოვიდნენ თბილისში. ეხლა ხო იცით როგორ ხდება ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, იმის იქეთ კიდე მილიონი რაღაცა ხდება პარალელურად. და გაჩერდა. ანუ იყო როგორც ჩანს ბრძანება, რომ თბილისი აეღოთ და მე არ ვიცი, ვინ ჩაერია, როგორ ჩაერია ეს პერიოდია, როდესაც ამერიკა არ არის, თქვათ, არჩევნები იწყებოდა და ყველაფერი და ეს ბუში არ იყო, თქვათ, იმდენად ძლიერ პოზიციებზე, როგორც ადრე. ევროპა საერთოდ დაიბნა, იმიტომ რომ ამას არ ელოდა არავინ. აი დაახლოებით იყო პრელუდია იმისა, რაც მოხდა უკრაინაში. ხო და ახლა პუტინის თვალსაზრისით თუ შევხედავთ ამას, თუ გაზრდის და გააგრძელებს, ხო, პრინციპში არავით არის ესეთი ძლიერი პასუხი,
ამაზე მე არ მახსოვს სიმართლე რო გითხრათ და ეს არის ეთყობა ყველა პატარა ქვეყნის ბედი რომ როგორ გითხრათ ძლიერი მეგობრები თუ არ აკავს როდესაც მძიმე დღე დაგიდგება არავინ არ დაგიცავს და რუსეთმა უბრალოდ მოახდინა ეს ძალის დემონსტრაცია რომელიც შემდეგ კიდევ უფრო ყირიმის შემთხვევაში გაავრცელა და ახლა უკრაინის ნასთან დაკავშირებით ხო საერთოდ ამაზე უკვე ბატონო ნინო ერთ ნაწილზე მინდა გითხოთ თქვენ ახსენეთ აი არ იყო მარტივი გადასაღებიო და მათ შორის ახლა თქვენ გადაიღეთ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილიც და თქვენ გადაიღეთ ის არის რაღაც ოფიციალური განცხადებების გაკეთების დროს ან უბრალოდ შეხვედრების დროს აი რასაც კადრს მიღმა ქვია ხო და ხშირ შემთხვევაში ესთმა აი სწორედ ამ კადრს გულისხმობ ახლა გადის ხო აი როცა ის ტელეფონზე საუბრობს თქვათ მანქანაში ზის ეს უნიკალური კადრები არის ამ ხრივ რა შთაბეჭდილება დაგიტოვოთ მან იმ დღეებში თქვენ პერსონალურად როგორც კინორეჟისორს როგორც მოქალაქეს და ასევე იყო თუ არა რთული საბოლოო ჯამში ერთგან თქვენ ინტერვიუში ამბობთ რომ ძალიან რთული იყო მენახებინაო პრეზიდენტისთვის რომ მისი თავიო მე უკვე პრეზენტაციის დროსო გაგიჭირდათ ამის გაკეთება იცით რა აი ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს იმიტომ რომ ნუ შეთანხმება იყო რომ ეს ოფიციალური რაღაცეები სადაც მე მაინც არ მაინტერესებდა და მახსოვს რომ წავედით რომ ნახოთ გორი. ეს იყო პრეზიდენტის პირველი ვიზიტი გორში, აი ამ ომის დაწყების შემდეგ. და მაგ დროს დარეკა ტელეფონმა მისმა მობილურმა, სულ 3 ადამიანი ბიჭებით მაგ მანქანაში მე და თემო ჯანაშია და მიხეილ სააკაშვილი და უთხრეს რომ დაიწყო შეტევა ახალგორიდან. ну აი რა უნდა მოსულოდა ну წარმოიდგინეთ ხა რაღაცა პასუხისგებლობები გაქვს ამ ხელა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და რა უნდა უყო ამ ჯარს რომელსაც არავის ну აი წაგლეკავს მოდის რაღაცა ტალღა და რა უნდა გააკეთო ხა ბოლო ამ პატარა საქართველოს ამ ხელა იმის რა ქვია წინააღმდეგ ну რასაკვირველია იყო იქ ну რაც არის ფილმში რომ დიპლომატებთან რეკვა მაგრამ ეს იყო ჩემთვის როგორ გითხრათ, როდესაც ძალიან იშვიათია, როდესაც უფლება გეძლევა, რომ იყო ხელისუფლების კულუარებში იმ ხელისუფლებისა, რომელიც თავს სუსტად გრძნობს და აი ეს შესაძლებლობა მომეცა, რომ ეს მომენტი თქვენ გადამეღო. არავის ძალიან ძნელია ალბათ, იმიტომ რომ ყველა, ну მithumetes დღეს ეხა თუ ის არახარაფეთ გამარჯვებული ხელისუფალი არავინ არ გადაგეღებინებს ამ სისუსტის და დაფიქრების მომენტს მე დღემდე მადლობელი ვიქნები რომ იმ მანქანიდან საერთოდ არ გადმომსვეს იმიტომ რომ აი ეს სიჩუმეც ეს პაუზებიც ეს დაფიქრება ეს რეკვა სხვადასხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან რომ რამე მაინც თუ არის შესაძლებელი საერთაშორისო დონეზე იმიტომ რომ პრინციპში საერთაშორისო საფარველი იყო ჩვენი ერთადერთი გამოსავალი მაშინ და ღმერთმა არავინ არ იცის მაშინ გორზე რო წამოვიდნენ ვინ ჩაერია მაშინ ხო იმიტომ რომ ჩვენი ძალებით ამ უზარმაზარ შემოტევას რაც არ უნდა თავი მოგვეკლა და იყო ჩვენს ისტორიაში უკვე ეგეთი მაგალითები ხო ვერ მოვერეღოთ მაგას ბევრი ლაპარაკი არ უნდა ხო აი დღეს თქვენი ფილმი ძალიან კრიტიკულია მათ შორის ევროპელების მიმართ და იმის მიმართ რაც მაშინ სოფლიოში ხდებოდა და სამართლიანად ძალიან ვინ დაგვეხმარაო და ამერიკელები დაგვეხმარნენ ხო მაშინ პრეზიდენტ ბუშის განცხადებამ რომ სამხედრო ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის და სამხედრო გემებს აგზავნის ჯერ კიდევ მაშინ იმდენად სხვანაირი იყო ხო ეს დიქოტომია რომ ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა რუსეთის გასაჩერებლად ახლა დღეს არაფერი მსგავსი საკმარისი არ არის სხვა ძალა არის საჭირო თუმცა თითქოს აი შემდგომი პერიოდის რო გაიხსენოთ თქვენ ევროპაში ატარებთ დიდ დროს ხო მათ შორის იქ მოღვაწეობთ შესაბამისად აი მე მაქვს სულ განცდა რომ თითქოს ამ ომის დავიწყება უნდათ ძალიან მალე როგორც რაღაც უსიამოვნების რომელიც ხელს უშლიდათ აი რუსეთთან იმის გაკეთებას შეასაკეთებდნენ მათ შორის ეს ეხებოდა არა მარტო ომს და საქართველოს აი ამის სახე თვითონ სააკაშვილის გახდა იყო რაღაც რამდენიმე თვე როცა სააკაშვილიც კი დაივიწყეს შემდგომ მოხდა მასთან ეს რო თქვა საერთაშორისო შეხვედრები მაგრამ აი რაღაცეთ
უსიამოვნება, რომელიც აი რაღაცას გვიფუჭებს უფრო დიდს, ხო? ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან მართლა სასაცილო არის ყველაფერი იმ გაგებით, რომ დღეს აბსოლუტურად შემოტრიალებულია ეს რეალობა, რა ვიცი, ყველაზე უფრო პრორუსული ჯგუფები მაშინდელი დღეს, რა ვიცი, მილიტარიზაციას ემხრობიან რუსეთის წინააღმდეგ. აი 17 წელი ამ ხრივ ძალიან დრამატული იყო, ბევრი რამ შეიცვალა, ხო ამ კუთხით და ესეც რო შეაფასოთ, თქვენი გადმოსახედიდან ევროპა როგორ შეიცვალა და საერთაშორისო აღქმა რუსეთის და საქართველოს. იცით რა, აი ეს აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ მაშინ დასაკვირველია ევროპას არ უნდოდა დაპირისპირება რუსეთთან. Ну, გახსოვთ ალბათ რა უძღოდა წილ თქვათ ამ საქართველოს-რუსეთის ომს ეს იყო, ეს ნატოს ეს მაპი, რომელიც არც უკრაინამ მიიღო და არც საქართველომ და ბევრჯერ მიფიქრია აი ამ მაშინ ფარეში, როცა რომ მიეცათ ამ ორი ქვეყნისთვის ეს მაპი, როგორი სხვანაირი იქნებოდა ალბათ დღეს სამყარო და როგორი სხვანაირი იქნებოდა ევროპაც სხვათა შორის, მაგრამ მაშინ არ აწყობდათ, მაშინ არც საფრანგეთს უნდოდა დანახვა იმისა, რასაც წარმოადგენდა თქვათ პუტინის რუსეთი, არც გერმანიას უნდოდა და ნუ ეხა მათ ჰქონდათ გადამწყვეტი ხმების უფლება და ამიტომაც ეს მაპი არ მოგვანიჭეს და ამას მოყვა მერე ომი. რაც შეეხება ომის შემდგომ პერიოდს, ნუ მე რო ჩამოვედი სექტემბერში, სანამ ესე იგი დამკვირვებლები ჩამოვიდოდნენ, რაღაც პაუზა ჰქონდა გადაღებაში. აქ ტელევიზიით ძალიან ხშირად ისმოდა, რომ აი რუსეთი ვაწყენინეთ, საბჭოთა კავშირი დაუნგრიეთ, ეს ყოფილი კოლონიები წავართვით და ესეთი დისკურსი სხვათა შორის დღესაც შეიძლება ხანდახან გაიგონოთ, ნუ ძალიან მცირედი რაოდენობით, მაგრამ არის ხალხი, ვინც იძახის, რომ ნუ არ გვაწყობს უბრალოდ. არის ეს real politics, რასაც ეძახიან, ხო, რომ ას რა გვაწყობს და რა არ გვაწყობს და არის რაღაცა მორალური სტანდარტი, რომლის მატარებელი მატარებლად მეგონა რომ იყო ევროპა, ყოველ შემთხვევაში მაშინ და რომლის თავი არ აღმოაჩნდა მას. იყო ხმები, თქვათ, იყვნენ ჟურნალისტები, რომელსაც ვიცნობ, რომლებიც იცნობენ საქართველოს, რომლებიც ჩეჩნეთშიც ყოფილან, ვისაც თქვათ პატიჟებდნენ და ამბობდნენ, რომ კარგით და ხალხმა ჩვენც ვიყავით, კოლონიები ყავდა, მაგრამ რაღაცნაირად მივიღეთ ის, რომ დამთავრდა ეგ პერიოდი და საქართველოსთან რუსეთს თავის ყოფილ კოლონიებთან ძალიან მტკივნეული დამოკიდებულება აქვს. ამიტომ მაშინ მათ უბრალოდ ეხა ობამას ადმინისტრაცია მოვიდა, ეს რისეთი გააკეთეს და ძალიან ნერვებს უშლიდა რასაკვირველია სააკაშვილი, რომელიც არ წნარდებოდა და ამ ომს ყველგან როგორ ცდილობდა რომ ამაზე ხალხს ელაპარაკა და მსოფლიოს ეს გაეგოთ და ნუ მიუყრუეს. რომ მიუყრუეს 2014 წელს დაიწყო ყირიმი. მაშინაც მიუყრუეს, მინდა გითხრათ. და მე მგონი რომ ზელენსკი რომ ესე არ დადგომოდა მათ და ზელენსკიაც აღმოაჩნდა საოცარი უნარი ასევე აი ამ თანამედროვე მედია საშუალებების Facebook-ის, LinkedIn-ის და ამისი გამოყენებისაც, იმიტომ რომ მე მახსოვს ის ღამე, როდესაც კიევი უნდა აეღო და რაღაც მომენტში დადიოდა ჭორები, რომ ზელენსკი წავიდა და უცებ გამოვიდა ზელენსკი თავისი კაბინეტით და აგერება სუყელავდა, არცადაც არ წავსულა, რომ ანუ მან მოახერხა ის, რომ ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად რასაკვირველია, მაგრამ ევროპას აღარ შეუძლია რომ არ დაინახოს ის რაც ხდება. და დღეს ახლა მე რო უსმენ ჩვენ პრეზიდენტს აქ როცა ლაპარაკობს რუსეთზე, ნუ არ შემიძლია რომ გამახსენდეს რა იყო ცოტა ხნის წინ, როცა ვერსალი იკეტებოდა და ლუვრი იკეტებოდა, იმიტომ რომ ბატონი რუსეთის პრეზიდენტი ჩამოდიოდა და განსაკუთრებული პატივი უნდა ეცათ მისთვის. რასაკვირველია, ხო? არ იყო იგივე სიტუაცია ნამდვილად. მადლობა ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო იყო ეს საუბარი, მადლობა ნინო კირთაძეს.